ეხლა პირველად თქვენთან ერთად დავგვაქავ, სადაც გაიყვება რეალურად რა შედეგი დადო ამ მანქანამ და ტყუილად ეყენა რამდენიმე დღე. ორი წვერი არის ინფორმაციული, ხა ეს ორი წვერი არის ძაბვის. მოვიდა ის დღე, როდესაც კომფორტის დაყენებას ვეცდებით. ეხლა დავაყენებთ კი დასაპროგრამებელია, მაგრამ დაპროგრამების გარეშე ვეცდებით, რომ დავაყენოთ და სავარძლები იქნება ავწიოთ რამენაირად. ზუსტად მაგას ვაკეთებთ ეხლა. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოგვივა, იმიტომ რომ ეს სავარძლები არის, რაც გვაფერხებს და უკვე 2 თუ 3 დღე დავკარგეთ იმის გამო, რომ სავარძლები არ მოძრაობს. სტომატოლოგიური საქმეა რომ მიმდინარეობს. კბილები ამოგვაქვს. აი ასე გამოიყურება აკისლენია მიღებული კონტაქტები, ცოტათი მწვანეა და აი ასე ვიღებთ. ამას ვასხავთ ხოლმე. და მე ველოდებით სანამ შეჭამს. მაგრამ აქ თლად დიდი პერსპექტივები არ გვაქვს. მე მგონი აქ რკინაცაა ჩარჩენილი. აბა დავალოთ. Salam alaikum. Nutiri xar. გასაღები. არა, გასაგები. მაგრამ გასაღები ამ კომფორტზე არ არის დაპროგრამებული. ამას ძაღლია ხატია. ვერ დავქოქავთ გასაღების გარეშე. ხო გასაღები. გასაღების ხო კომფორტზეა დაპროგრამებული. მაშინ კომფორტი ისი პროგრამაა. დაურეკოთ. მე მაქსიმუმ ჩემს დაურეკო ის ვერ ჩამოვა ბათუმი. შენი. გაიცნა? ეგრევე დაწერა რომ გასაღებს ვერ პოულობს, ვერ ნახულობს რა, შესაბამისად ჯერ სანამ არ დავაპროგრამებთ გასაღებს, ვერ ვამოძრავებთ სკამს, მაგრამ რადგან ბლოკი ცოტათი სხვანაირია, ზუსტად იმაზეა დამოკიდებული ახლა, ვინც მოვა დასაპროგრამებლად რა სიტყვის. ეგ ბლოკი გამოგვადგება თუ ისევ ძებნა მოგვიწევს და მესამე წრეზე გავალთ ბლოკის ძებნაზე. მე ამ Ford Mustang-ს კარგად ვაწყობ, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ყურადღებით ავაწყო და ისე ავაწყო რომ შემდეგი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს, ვისაც ეყოლება ეს მანქანა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მე მაგალითად ამ მანქანის ისტორიას ქარვერტიკალით ვამოწმებდი, სანამ ვიყიდიდი, იმისთვის რომ არ შემოგტანონ მანქანა ამერიკის აუქციონზე, როგორც იციან ხოლმე დილერებმა იქ ამერიკაში, ტყუილი და ლიშბი რამდენიმე თეთრით მეტი შემოიმუშაონ, შეუძლიათ რომ ხალხი გაწირონ და შემოგტენონ, ასე ვთქვათ, ცუდი მანქანა. დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და გეპატიჟებით ქარვერტიკალის ტუტორიალში. აი აქ ჩანს ჩემი Ford Mustang-ის ისტორია, სხვათა შორის აუქციონზე სანამ ვიყიდიდი 0 ეწერა გარბენი აუქციონზევე და აქ მე შემიძლია ვნახო ფოტოებიც, შემიძლია ვნახო აქ მიზეზი თუ რა მოვიდა, მოპარული იყო თუ არა, ასევე მაქვს შესაძლებლობა რომ დავინახო რეალური გარბენი ბოლო რაც იყო დაფიქსირებული და დროც შევადარო, როდის იყო და რა გარბენზე იყო. თუ სუფთა ისტორია აქვს თქვენს მანქანას, ფული დაგიბრუნდებათ უკან და ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე და მაგალითად აი ამ Ferrari-ის შემთხვევაში ჩანაძირი მანქანა აი ასე გამოიყურება. სრულად ჩანაძირი იყო და უცებ ბრახდა რამდენიმე აუქციონში, რამდენიმე დღეში აუქციონზე აი ასეთ ვიზუალში გამოდის. საერთოდ ვერც იფიქრებ რომ ეს მანქანა ბოლომდე იყო ჩანაძირი, მოკლედ მაქსიმალურად მოაშორეს ყველანაირი კვალი იმისა, რომ ეს მანქანა რეალურად პრობლემურია. ისტორიაში იმალება ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა და დეტალი, რომელიც რეალურად საბოლოო ჯამში ზარალში გაგიყვანთ. ზარალში არ აქვს მნიშვნელობა ფული იქნება დრო თუ ენერგია, ყველანაირი ზარალი ითვლება ზარალად. ეს მანქანა სუფთა ისტორიით არის ერთადერთი დაზიანება ქონდა ის, რაც გაჩვენეთ და ყოველჯერზე ასე არ ხდება. ასე რომ ყურადღებით იყავით, გამოიყენეთ ქარვერტიკალი და სხვათა შორის მაქვს პრომოკოდი, რომლის გამოყენებითაც 20% მოაკლდება თქვენს შენაძენს ქარვერტიკალზე, ანუ მანქანების შემოწმებას 20% მოაკლდება. ჩაწერეთ პრომოკოდი DREAM, რომელიც აღწერაშია, ან თუ პრომოკოდის წერა გეზარებათ, შეგიძლიათ ლინკს დააჭიროთ და ფასდაკლება პირდაპირ გააქტიურებული დაგხვდებათ. მე კიდე წავედი და მოგიყვეთ ამ მანქანის ისტორია. მოკლედ, ასეთი ამბები გვაქვს, ეხლა ვართ ზუსტად ამ ბლოკის დაპროგრამებაზე, რომელიც ვიყიდეთ და ველოდებოდით მოკლედ ამ დღეს.
და გვაქვს პრობლემა, რასაკვირველია ყოველთვის რაღაცა უნდა გამოჩნდეს, რაც შეგვაფრთხებს. ჯერ პირველ რიგში ეს გადამყვანი ეყენა და დამაგრძელებელია რაღაცა ობედესი, არ ვიცით რა არის და პლუს სადაც ეყენა ეგ დამაგრძელებელი რა, ბოლტზე იყო დამაგრებული და ეგ ბოლტი ისე დაამაგრეს, რომ მოკლედ აი ეს კაბელების ნაკრები და კოსა მთლიანი იყო გაჭედილი ამ მაგ ბოლტს და რკინას შორის, რომელზეც ბოლტი იყო დამაგრებული და ზუსტად აი ეს შედეგი გამოიტანა იმ ბოლტმა. და აი ასეთ მდგომარეობაში კიდე რამდენიმე კაბელია, რაც გვაფერხებს და ჯერჯერობით ვერ შევდივართ ამანქანის სისტემებში. შესაბამისად, ეს პრობლემა უნდა გადაუჭიროთ, რომ მე დავაპროგრამოთ ჩვენი ბლოკი. სულ რაღაც დაახლოებით 30-დან 40 წუთამდე ვიჯექით, ველოდებოდით მარტო უარებს ვისმენით ამ მანქანისგან და ეხლა აი ეს ხმა თუ გესმით ძალიან ბევრს ნიშნავს. აბა აი ესე გამოიყურება ეხლა ჩვენი Ford Mustang. გაცოცხლდა როგორც მინიმუმ აქამდე მოვედით და აქ არ ყოფილვართ ჯერ. მე ეგ ნახოთ რამდენი ჩეკი დარჩება. დავკოკოთ, ჯერ დავკოკოთ. ერთი პრობლემა გადავლახეთ და გასაღები დაპროგრამებული გვაქვს. ეხლა გვრჩება ბლოკების დაპროგრამება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბლოკი, რომელიც ჩვენ მოხსენით ამ მანქანიდან, ისეთი კოდით იყო, რომელიც ვერ ვიშოვე და მომიწია ცოტათი განსხვავებული კოდით მეყიდა. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს უახლოვდებით, ბლოკი დაპროგრამდება თუ არა და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ზოგადად ამ 3 თვის მანძილზე ველოდა და პლუს მე რეზერვიდან 20 დღე, ძრავი და კოლოფი როგორ მდგომარეობაშია. ეგ არის ყველაზე დიდი კითხვა და მან გაირკვევა ღირდა თუ არა მანქანის ყიდვა. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს მიუახლოვდით და ეხლა პირველად თქვენთან ერთად დავკოქავ, სადაც გაიყვება რეალურად რა შედეგი დადო ამ მანქანამ. მაგრამ მარცხენათი მოუწია. აბა ეგ არის? Здорово. Იდაღამ ჩამოვარდა ყველაფერი. Йоу! შუდად დაწყნარად მუშაობს თან. მე მგონი. ხარ ვაფეთქდეს, მაგრად გამისწორდება. მოკლედ. ეს ძალიან კარგი, ანუ გავრისკე, გამოვიდა და ძალიან მიხარია. ეხა უკვე შემდეგ ეტაპებზე გადავალთ, ვნახოთ ყველა ბლოკი მუშაობს თუ არა და სკამები არის ყველაზე დიდი პრობლემა. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, დაიქოქა, ეხლა ვნახავთ წინ და უკან მიდის თუ არა. და მე ვიტყვი რომ 7 გულზე ეხა წავალ 7-დან დავიძინებ და ეგ არის რა ძალიან მიხარია რომ აი ესე დაიქოქა თან პირველად ეხა ლეგენდარული მომენტი არის აქამდე მართლა არ დამიქოქავს სულ პირველად დავიქეთ თქვენთან ერთად. სუნი წამოვიდა. მე აბა ვცადოთ. ო? წამოვიდა უკან? უკანაც მიდის. ანუ ეხა თქვენ ესეთ მაგინდათ. რომ ჩაძირული მუსტანგი ჩამოვიყვანეთ, ჩემი პირველი ჩაძირული მანქანა არის და აი ასე სულ რაღაც 2 კვირა იდგა, ველოდებოდი ბლოკებს, ველოდებოდი ჩემს რიგს სანამ მოვიდოდა ადამიანი და გავაკეთებდა ამ მანქანას და აი ასე მარტივად უბრალოდ დავქოქეთ, თქვა მარტივად არა 40 ვიწვალეთ, ვინერვიულე, ვიჯექი და ვფიქრობდი ნეტა მალექნას მეთქი, ნეტა დაიქოქოს, ნეტა დაპროგრამდეს და ყოველ ნაბიჯს ველოდებოდი რომ გადავდგავთ და გაამართლებს და გაამართლა საბოლოოდ ძალიან მიხარია. და აი ასე გამოიყურება ჩვენი პონი. ჯერ ჭუჭყიანი, ჯერ ნაუმარი, მაგრამ მალე მაგასაც გამოვასწორებთ. ხო. საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ეს დღე საკმაოდ კარგად დამთავრდა. კი, გვაქვს პრობლემა და ნახევარ ბლოკებს ვერ ხედავს, მაგრამ ეგ პრობლემა სავარაუდოდ უკვე
სლაისები გვქია ესეთი ადგილი არის, სადაც პრავოდკა უერთდება ერთმანეთს, ანუ რამდენიმე ერთში რო შედის და ორი რო იყოფა და ასე შემდეგ. ჩაძირულ მანქანებზე საკმაოდ ხშირია ეგეთი პრობლემა, როგორც ამიხსნეს ბიჭებმა, მეც გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. მიხარია რომ დაიქოქა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ეს იყო და დაიქოქა მშვიდად ვარ, ეხა წყნარად მშვიდად წავალ სახლში და დავისვენებ, მაგრამ საქმეები ჯერ კიდევ დუღს, ძალიან ბევრი საქმეა და ძალიან ბევრი მომენტი არის მისახედი ელექტროობაში, რაც აქამდე არ ჩანდა და ტყუილად ეყენა რამდენიმე დღე, რო გწოდნოდა ძალიან კარგი იქნება. პირველ რიგში სკამები უნდა დაიშალოს, სკამები რომ მოიხსნება, მე მოუხსნით ქეჩას და მაგ ქეჩას როცა მოუხსნით, მე უკვე იქნება თვალსაჩინო თუ ზუსტად რა არის პრობლემურ მდგომარეობაში და მაგ პრობლემის გადაჭრაც დაგჭირდება. ჯერჯერობით ასე ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას. წავედით. იმის შემდეგ რაც დავქოქეთ, ჩვენი Ford Mustang-ი გავიდა დაახლოებით 2-3 დღე. დაშალეს ბიჭებმა მოკლედ სავარძლები და ეხლა მივდივარ ჩემს პონისთან იმისთვის რომ გავაგზავნო გზა მის გადასარჩენად და მოკლედ ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ მეთქი უნდა უთხრა თქო რა და გავუზიარო ჩემი ფიქრები. რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდი რომ ანუ ვიჯდებოდი მანქანაში და რამდენიმე მანქანა მეყოლებოდა ამწლოვანების 20-იანები, 21-იანები, 22-იანიც კი ასეთ დონეზეც თუ ავიდოდა ჩემი არხი, ეგეც არ მეგონა. ეს არაფერი არ რეალურად რო ვთქვათ, ანუ ვიღაცებს რო შევედაროთ და ჩვენს კოლეგებს კი ეს საერთოდ არაფერია, მაგრამ ანუ იმ ჭრილში რომ სულ 0-დან სულ უარაფროდ სულ Ford Fusion-ით რაღაცა 2014 წლიანით დავიწყე და დღესდღეობით უკვე ხალხიც მიყურებს, ზოგჯერ მცნობენ, ზოგი მწერს რომ ძალიან კარგი საქმეს ვაკეთებ და მიხარია ყოველივე ზოგს мотиваციას ვაძლევ. ნუ მოკლედ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ეხლა უკან რო გავიხედო და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ვინც უყურებთ ამ ვიდეოებს, ვინც ჩემზე პატარები ხართ ასაკით, ვინც უფრო დიდები ხართ, არ აქვს მნიშვნელობა. მინდა რომ ანუ არასდროს არ გაჩერდეთ რა. თქვენი მიზანი არის ყველაზე წმინდა რაღაცა, რაც არსებობს და არასდროს არავის არ დაუჯეროთ, არ მოусმინოთ, მიაწექით თქვენს მიზნებს. იგივეს ვაკეთებ მეც დღემდე, უბრალოდ ყოველ ჯერზე ცოტა უფრო დიდ გამოცდილებას ვიღებ და ყოველ ჯერზე ცოტა უფრო სერიოზულად ვეკიდები, უფრო ვაფასებ მიზანს და მიზნის აზრს, რატომაც ქვია ზოგადად ამ არხს Dream Chasers-ი. ეგ არის რა, ანუ არ უნდა გაჩერდეთ, მიაწექით. დღეს Mustang-ია, რამდენიმე პროექტის წინ G30 იყო, რომელიც საერთოდ ანუ ვერც ვიფიქრებდი იმ დროსაც კი რომ შეიძლება მყოლოდა, მაგრამ მყავდა და მიხარია რომ გიზიარებთ ამ ისტორიებს, დარწმუნებული ვარ რომ არ გავჩერდები, მაგ გზას ვადგავარ რომ არ გავჩერდი არასოდეს, მივაწვე ჩემს მიზნებს და ყველა ოცნებას, რაც კი ოდესღაც გამიელვებია იმ პატარა ალექსას თავში, რაც ვოლვებდა ხოლმე დღესდღეობით ნელ-ნელა ვასრულებ ამ ყველაფერს და ძალიან მიხარია თქვენი გვერდში დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს და აი ყოველი კომენტარი კარგი რომელსაც თქვენ წერთ, თუნდაც რავი, იყო 1-2 ცუდიც არ აუშავს, ანუ ეგ ყველაფერი ჩემი განვითარების ნაწილი არის და მზად ვარ მივიღო. ძალიან კარგი გზას ვადგავართ ერთად Dream Chaser-ებო, თქვენს უყურებთ ამ არხს, შესაბამისად თქვენს შეიძლება ჩაითვალოთ Dream Chaser-ებად, მივაწვეთ ერთად, მივაღწიოთ ერთად. გავიცნოთ მე აუცილებლად ერთმანეთი ცოტა უფრო ახლოს, შევიკრიბოთ, მანქანები იქნება ეს თუ უმანქანო და არ აქვს მნიშვნელობა. მინდა რომ კავშირი მქონდეს თქვენთან და ძალიან მიხარია რომ თქვენაირი ხალხი მყავს. ეხლა კიდე წავედით და ვნახოთ ჩვენი Ford Mustang-ი რას აკეთებს. ესე იგი მოვედით ჩემს Mustang-თან.
აი ასე გამოიყურება ეს ლაქაურობა. სკამი გვაქვს მოხსნილი ერთით, მეორეც. და აი ასეთ მდგომარეობაშია, აქ ყველაფერი ფლად ჯამთელად არ არის და მომიწევს ჩონჩხის შეცვლა ამ სავარძლებზე და ჩონჩხთან ერთად სავარაუდოდ ბევრი კნოპკა, ბევრი ძრავი, ბევრი ბლოკი დაგჭირდება. რაც არ არის ძალიან კარგი. ეხლა მოვედი იმისთვის, რომ დავშალო ეს ბლოკები. შევხედო ვიზუალურად ჯერ რომელიმე თუ არის გადარჩენილი, კოდებს გადავუყო და მერე უკვე დავიწყო ძებნა ამ ბლოკების, კოდების და ძალიან ბევრი რაღაცის. პლუს ამის გარდა, როგორც გითხარით, ელექტრობაში გვაქვს პრობლემა, ანუ ნახევარ ბლოკებს ვერ ხედავს მანქანა. კიდე იქოქა და აქ კარგია, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. Airbag-ის ბლოკსაც კი ვერ უკავშირდება ტვინი, ანუ სადღაც ან ჩაჭრილი არის კაბელი, ან აკისრენია, აღარ ატარებს ინფორმაციას და ეგ არ არის კარგი. ეგ არ არის კარგი. მაგაზე მუშაობა მოგვიწევს კიდევ. ჯერ პირველ რიგში სავარძლებს უნდა მივხედო. და სავარძლებს სანამ მივხედავ, პარალელურად აქ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ელექტროობა ავამუშაოთ ამ მანქანაზე, იმიტომ რომ ძალიან იწელება ეს მანქანა, რაც არ არის კარგი იმისთვის, რომ კონტენტი გადავიღოთ და ცოტა უფრო მეტი დრო ვატაროთ ამ მანქანასთან. ესე იგი, ჩვენი Ford Mustang-ის ამბები კიდევ გრძელდება. დაახლოებით 10 დღე გავიდა კიდევ იმის შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. ჯერჯერობით საერთოდ ყველაფერი უცვლელად არის, სალონი დაზიანებული გვაქვს, ეგ გასაგებია, ბლოკების პრობლემა გადაულახავია ჯერჯერობით სამწუხაროდ და დღემდე ვეძებ პრობლემას თუ რატო ვერ ხედავს. სავარაუდოდ ქანშია პრობლემა, ანუ ინფორმაციას ვერ გადასცემს ბლოკები მაგ ქანით, რაც არის მოკლედ ის კაბელი, რაც ინფორმაციას გადასცემს ტვინს. არ მუშაობს. და მაგას ვეძებთ. სავარაუდოდ, ეგ ჩემი მოსაზრებაა და კიდე ბიჭების რა ვინც მუშაობენ ამ საკითხზე. ხო და ჯერჯერობით მოლოდინის პროცესში ვარ, ჯერჯერობით ჩვენი პონი ისევ აყენია, ისევ როგორც იყო, კი დაიქოქა, კი წაიყვირა 1-2 მაგრამ ჯერჯერობით ვერ დარვის. ასე ვიტყვი. ველოდები ამ ლამაზმანის გაცოცხლებას, თქვენ არხი გამოიწერეთ, მე მოლოდინის პროცესში ვარ, ჩემთვის ეს ძალიან დიდი დრო არის, მოკლედ ყოველი ეს დღე საკმაოდ ნელა გადის, რაც არ უნდა ვაკეთო, მაინც ამაზე ვფიქრობ. თქვენ კიდე გამოიწერეთ არხი, თქვენთვის ეს მალევე არის, ვიდეოს ყურება გააგრძელეთ და ამ სერიაში ან შემდეგში იმედი მაქვს უკვე გამოვასწორებთ ამ ყველაფერს და სახურავ სახლში რამე ძველ კლასიკურ როკს ჩავთავ და ერთად ვიკატავებ. ჩვენი Mustang-ის პრობლემები ჯერ კიდევ მოუგვარებელია. კიდე ზევიდან 1-10 დღე გავიდა. მოკლედ რა სიტუაცია არის და რა ხდება, რატო ვართ აქ და აი აშოტაც ჩემთან ერთად არის, ცოტა დაკავებულია. და როა. მოკლედ Airbag-ის ბლოკს რო ვერ ხედავ და პლუს ამას ABS-ის ბლოკს რო ვერ ხედავ და ასე შემდეგ, გაირკვა რომ ABS-ში არ იყო ჩაწერილი WIN კოდი. მაგ ამბავზე ზუსტად ეხლა ვიმუშავებთ აშოტასთან ერთად. შემდგომ უკვე ვნახავთ თუ რა დარჩება, ანუ ნელ-ნელა ესე ეტაპობრივად უნდა მივყვეთ. მე თვითონაც არ ვიცი ჯერ სად მივდივართ, მაგრამ ვადგავართ ამ გზას და უნდა გავყვეთ ბოლომდე. ვნახოთ რა გამოვა, როგორ გამოვა, ყველაფერს გაგაგებინებთ და მოკლედ დაველოდოთ შედეგებს. მოკლედ დუხს სამსახური და ნახე რამ ხელა Mustang-ია. წინ არაფერი არ არის და VIP Mustang-ად ითვლება ეხა ეს. გატეხილი სათამაშოსავით არის რა, გამოვიწერა მე თქვი ვიკატავებ თქო რაღაცა აუხთი. ზაფხული მთავრდება და ჯერ კიდევ აქ არის. სანამ აშოტას ხელი არ დაედო იმენა, არ გამოცოცხლდა ეს მაგ. ჯერ ნახოთ, ჯერ მოვჭედავ და წინასწარ ვლაპარაკობ არ გამოდის ხოლმე. არაფერი არ გამოვიდა აშოტას იტოქში. და ტყილო ჩალიჩობთ. ტყილო ჩალიჩობთ ხო. მოკლედ პრობლემა ისევ გადასალახი რჩება და გვეტყვის აშოტა რა ხდება. მოკლედ ისეთი არეული სიტუაცია დაგვდა. კონფორ ბლოკი იყო შეცვლილი. კონფორ ბლოკი არის დაპროგრამებული, დაპროგრამების დროს რაღაცა კავშირი არ ჰქონდათ მაგ დროს ABS-ის ბლოკთან.
მე აერბაგის ბლოკის მაგდრო შეცვალეთ, მაგის მეორე შეცვალეთ. აერბაგის ბლოკი შეიცვალა, მაგრამ ახლაც კი არ აქვს კავშირი. სხვა ან მოკლედ ერთმანეთთან ბლოკები ერთმანეთს ვერ ხედავენ, რა. და აქ პირველ რიგში ელექტრიკი ჭირდება, ქანები არის დასამუშავებელი, ინფორმაციული ხაზები. ბლოკები როცა ერთმანეთს დაინახავენ, მეერე უკვე შემდგომ იქნება ჩვენი ჯერი, ჩვენი მუშაობის დრო მეერე იქნება უკვე რა. რომ მეერე მივობთ ყველაფერი ერთმანეთთან. დავაკავშიროთ, დავალაგოთ, ჯერ ადრე არის რა, ანუ აქ აერბაგის ბლოკს საერთოდ ვერ ხედავს მანქანა. რახან შეიცვალა და აერბაგის ბლოკს ვერ ხედავს, ანუ აი იქ შეკერებში სულ აი ძალიან დამპალი იყო, აი ეს რა ქვია. წავიდა ეს. ქვევიდა. ხო. ეს თან ცოტა მაღლა დგას და ეს თუ ესეთი დამპალია, ან მარილიანი წყალი არის მოხვედრილი და სავარაუდოდ აი შტეკერების დამპალი იქნება რა. იქ შევამოწმეთ და რავი აღვადგინეთ კიდევაც რაღაცები დავასხით. დარჩა ეთყობა რაღაცეები რა შეიძლება ან მარტო იმის ხმით ვერ გასვთავი რა ეგრე კარგად რა. შეიძლება საერთოდ აშტეკერი შეცვლა და ჭირდეს ან გადამადროებით მაინც რა მაგიტო აი აქ ორი წვერი არის ინფორმაციული ხა ეს ორი წვერი არის ძაბვის ანუ პლუს მინუსი რა. აი ეგენი უნდა დააპრაზვო მქონი ნახო სად არის წყვეტა ან რომელიღაც შტეკერის გადაბმაში იქნება ცუდი კონტაქტი იქნება და მაგის გამო არის ეს. მოკლედ თითქმის ორი თვე არის ამ მანქანას ვაწყობთ და ვერ ავაწყეთ ჯერ კიდევ ადრეა ამის აწყობა ანუ ჩაძირული მანქანა ჩამოვიყვანე მეგონა რომ მეთქი ძალიან ბევრი ვიდეოს გადავიღებთ ხო ვიკატავებთ რაღაცა აქეთ-იქეთ და შესაღებზე დიდხანს მომიწია ხანის ეხება ხანას ზოგადად ჩაძირული რო ჩამოყავს ან ძალიან მაგრად გიმართლებს აი შეიძლება ჩამოვიდეს და ერთი გარეცხო გაასუფთავო და იაროს უმეტი არაფერი აი ორ დღეში მოხდო ან ზოგჯერ რომ თლად არ გიმართლებს გაწვალებს ხო ხდება ხოლმე რა ესე. კაი, ჩვენ წავედით და დაველოდით ელექტროობის ხელოსნებს, რადგან ასე უკვე მე ვეღარ მძინავს ზამე და ველოდები როდის დაიქოქება ეს პონი და როდის ვიკატავებ. წავედით და კიდე ცოტა ხანი მომიწევს. მეორეთ ჩაზირვას ჯობია ცოტათი დამწვეს. წავედით.